პოლონეთის საქართველოს მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. პრემიერი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით არსებობს კრიმინალური დაჯგუფებები, რის გამოც სავარაუდოდ შემზღუდავი ზომების მიღება მოუწევთ. ვინც ჩაიდენს დანაშაულს ან ციხეში ჩავსვამთ, ან დავადეპორტებთ, ამბობს ტუსკი. თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში დღეს ორი განაჩენი გამოცხადდება. 14 საათზე ბათუმში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 16 საათზე კი თბილისში ექიმ გიორგი ახობაძის. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა. რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ კი მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი დაიწყო. მიზეზი სამთავრობო მედიისა და შემოსავლების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციებია, რომ გერმანიის ელჩი სახლს ხაზარაძის ოჯახისგან ქირაობს, საბიუჯეტო გადასახადებს კი ხაზარაძე არ იხდის. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შუამავლობით სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. სომხური მედიის ცნობით ფაშინიანი ამერიკაში 7 აგვისტოს ჩავა. ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მისი წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში LGBT ქორწინების ცნება მიიღონ, აცხადებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი ჯესიკა როზენკრანცი.